ხშირად როდესაც ასტროლოგიის არ სჯერათ ხომ ესეთი მაგალითი მოყავთ, რომ გადაშალ უბრალოდ ასტროლოგიური სახელმძღვანელო და წაიკითხო ინტერპრეტაცია ნებისმიერი ასპექტის დამდებარეობის, დაემთხვევა შენს ხასიათს. შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც დაემთხვევა და რომ ასტროლოგია ამის გამო არ არის სწორი, იმიტომ რომ იდეალში ყველაფერი ემთხვევა. ეს ამაში არის რაღაც კონკრეტული სიმართლე, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის ძალიან მრავალმხრივი და ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ბევრი განსხვავებაც, შესაბამისად ყველა პლანეტის გავლენა აქვს თითოეულ ადამიანს, ყველა ნიშნის გავლენა აქვს თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პლანეტები ყველა ნიშნებში არ გვყავდეს, ყველა ნიშნებში გვექნება კუსპიდი და ყველა ნიშანი რომელიღაც სახლში იქნება, თუნდაც როგორც ჩართული ნიშანი. შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერი ყველა 12-ვე ნიშნის გავლენა გვაქვს ჩვენს ხასიათში. ამიტომაც ნებისმიერი ასპექტი, რაც არ უნდა იყოს ყოველთვის, რაც არ უნდა წაიკითხოთ, რაღაც აუცილებლად დაემთხვევა ჩვენს ხასიათს. იმიტომ რომ ეს არის ერთი კონკრეტული ასპექტი. და ასტროლოგია ზოგადად როდესაც თუნდაც ხასიათს, როდესაც თუნდაც მოვლენების რისკებს აფასებს და შანსებს და თვისებებშიც, როდესაც საქმე ეხება ხასიათის თვისებებს, ანუ კონკრეტული ადამიანის უნარებს, თვისებებს, როგორ უყურებს ეს ადამიანი სამყაროს, აქ ყოველთვის ხდება შეჯერება ანალიზის. ანუ ასტროლოგი ცალ-ცალკე ასპექტებს არ გეუბნება, ასტროლოგი ამ ასპექტებს გაანალიზებს, შეკრავს და რომელიც გადაწონის, იმას გეუბნება, ანუ რომლის ალბათობაც უფრო მეტია, თუნდაც მოვლენის მოხდენის. მაგალითად, ყველა ადამიანი იტყუება, მაგრამ ასტროლოგი რო იძახის, რომ ამ ადამიანს შესაძლოა ეს ადამიანი იტყუებოდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდია შანსი, რომ ეს ადამიანი იყოს მატყუარა, იმიტომ რომ ყველა ასპექტების შეჯერების შემდეგ, ანუ დიდი შანსი აღმოჩნდა, ანუ ბევრი ასპექტი იყო იმისა, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს მატყუარა, ან თუნდაც კონფლიქტური. ყველა ვართ კონფლიქტურები, მაგრამ თუ ასტროლოგი იძახის, რომ ადამიანი არის კონფლიქტური, ეს კონკრეტული ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რუკის შეჯერების შემდეგ ბევრი ასპექტი იყო ესეთი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ ეს ადამიანი არის კონფლიქტური და შესაბამისად რისკი იმისა, რომ ეს ადამიანი იქნება კონფლიქტური არის უფრო მაღალი. ანუ ასტროლოგიის არსი ამაში არის, ამაშია განსხვავება, როდესაც ადამიანი კითხულობს თითოეულ ასპექტს, თითო-თითო, ის ვერ პოულობს რეალურად როგორი არის ადამიანი, იმიტომ რომ თითო-თითო ასპექტში რა თქმა უნდა ყველას გვექნება გადაკვეთა. მთავარი არის შეკრა მთელი ინფორმაცია და იმ შეკრის შემთხვევაში უკვე გამოდის, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ასპექტები შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. ერთმა ასპექტმა შეიძლება გითხრას, რომ შენ კონფლიქტური ხარ, მეორე ასპექტმა შეიძლება გითხრას, რომ ძალიან კეთილი ხარ და ადამიანი იბნება, იმიტომ რომ დასკვნა ყოველთვის არის შეჯერების საფუძველი.